გამარჯობა, ეს TV პირველია, უყურებთ ახალ ამბებს 11-ზე, მე მარიამ გაფრინდაშვილი ვარ, ბიზნეს რეკეტი თავდასხმა 90-იანი წლების მეთოდებით და ეგრეთ წოდებული შავების დაკვეთით. გარდაბაში ბიზნესმენს მანქანა აუფეთქეს. პირველების მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ შედის ალზირა ირზაევის ეზოში გადაცმული პირი, ასხამს ბენზინს მის ავტომობილს და როგორ ფეთქდება მანქანა ეზოში, სადაც არასრულ კლოვნები ცხოვრობენ. ბიზნესმენი ანგარიშწორებას რეკეტს და მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. თავდასხმის ორგანიზატორად კი კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვს ასახელებს, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით არჩევნების დროს რეჟიმს ხმების მობილიზებაში ეხმარებოდა. მისი გვარი და მისი კრიმინალური კლანი ფიგურირებს ლილოს ბაზრის და ამ რეგიონში სხვა ბიზნესმენების რეკეტშიც. თავდასხმა ბიზნესმენზე უფრო ვრცლად ანა მდივანია პირდაპირ ეთერში. ალაზირ ირზაევის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩვენ მოვიპოვეთ ვიდეო მტკიცებულება, რომელშიც ჩანს, როგორ შედის საცხოვრებელ სახლში უცნობი პიროვნება და მანქანას უკიდებს ცეცხლს. ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით ადგილობრივებს, თავად მანქანის მეპატრონეს, რომლებიც ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ სავარაუდოდ ამკვეთი არის ელმურაზ მამედოვი, კრიმინალური ავტორიტეტი. ისინი ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე წელია სოფელ მუღანლოში რეკეტი მიმდინარეობს ადამიანებზე და ელმურაზ მამედოვის მარჯვენა ხელები, ასე რომ თქვათ, დადიან ამ სოფელში კარ და მოსახლეობისგან ითხოვენ ფულს. ადამიანები, რომლებიც მას ფულს არ მისცემენ, არ გაუგზავნიან, სავარაუდოდ როგორც ადგილობრივები ამბობენ, ელმურაზ მამედოვი არ ცხოვრობს საქართველოში, მიდის შემდეგ უკვე დაშინება ოჯახის წევრებით და როგორც ნახეთ, გუშინ გვიან ღამით ერთ-ერთ ამ სოფლის მაცხოვრებელს, რომელმაც კრიმინალურ ავტორიტეტს ფული არ გადაუხადა, მანქანა დაუწვეს. აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ქართული ოცნება, შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალურ ავტორიტეტს ხელს აფარებს, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიციამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ეს ადამიანი, ძალიან კარგად იციან, ვინ არიან შემსრულებლები, თუმცა ამ ადამიანებს არ აკავებენ და არც გამოკითხვაზე იბარებენ. რანაირი პოლიცია ხართ, რომ ამ დღეში ვარ, არაფერს არ გიშველი. რანაირი პოლიცია ხართ თქვენა? ისე აცმევას და დაგიხართ? აი ეხლა რეკა. ერთი წუთი აქ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. გამოვძან. აი და რეკა. ერთი წუთი. ვინ არის ეს ადამიანი? ელმურაზ მამედოვი და ეს ითხოვს ქურდი ვარდი, უთხარი რომ ქურდი ვარ, და ვიცი ვინ არის? სად ცხოვრობს? აქ ცხოვრობს. ვარდობანში. უკრაინის ნომერია. იქედან რეკავს და ითხოვს. არ ვიცი სად არის, რა ვიცი სად არის, იქიდან რეკავს ხო? 10,000, 20,000 ფული გადახდილი აქვს. სუკალა იცის, მილიციას იცის, რომ ფული გადახდილი აქვს. რატო არ იჭერენ არ ვიცი. კაი ბიჭები ვართო. ფული გადამიხადე, რა შუნდა გადავიხადე, აგე მანქანა დაწვეს ეხლა. არავინ ყურადღებას არ აძლევს. მარტო დადიან არაფერს არ შეშორებენ. დამითია აშენებდნენ. გუშინაც მანქანა დაძვეს, ღამეს 4 საათზე. ჩვენ შულს აშენებენ. ხო, ვიდეო კამერა გახსნილია, დაძვეს მანქანა და გაიქცნენ. ორი კაცი იყო. ნაღდი ანგარიში არის, რომ ფულს ვინც იღებს, აქ ცხოვრობს სოფელში. ვინც იხდის ციხეში გზავნის, სად გზავნის, ისინი კარგად იციან. ფული მიოთით ბავშვებს აშენებენ, რომ ბავშვებს მოკლათ ესე. სუკალას ეშენია. ორი ძელზადია ეგეთი ამბავი ხდება. ვისაც ცოტა ფული აქვს, იქიდან რეკავა რომ ამდენმა გადაიხადო. ახდევინებენ ხალხს ფულ და რეაგირება არაფერი არ არის თავრობის მხრიდან. ეგეთ მდგომარეობაში ხალხი. ახლა სახლი დაწვეს, ერთის მაღაზია დაცხრილეს, მეორეს რაც ჭიშკარი დაცხრილეს ავტომატით რა, გურატება არ არის. ფაქტი მიიღო. ჩემნები სანამ დაიწყებოდა ერთ წელიწადი მაგის წინ დაიწყეს ეს საქმე. ეხლა ვინც გადაიხადა, ვინც არ გადაიხადა, ეხლა არჩევნები დამთავრდა, ეხლა მაგათ გაასახელეს აქ ელმურაზ მამედოვი მაგალითად. სოფელში ლაპარაკობენ, მაგრამ დაზუსტებით რო არ ვიცი, რავი აბა, ეგრე ამბობენ. უბრალოდ ამბობენ, რომ აი ეს ადამიანი. კი. აი ახლა ამ ძუთას დარეგილი აქვს. ვის მანქანას დაიწვა, ახლა ამ ძუთას დარეგა, ვინ არის არ ვიცი, რატო არ იხდიო? უარის გაგიგეთებო, თუ არ გადაიხდიო. ეს ადამიანი შეიძლება ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი იყოს. 100%-იანი. რატო არჩევნების წინ იწყებს საქმეები? იძახ შენ ჭიბები გაავსე, რაც გინდა ის გააკეთე, კაცი არ მოკლა, ხალხი გადმოიყოლეს ჩვენ მხარე. ჩემნები რო იყო, ვისაც ფული აქვს, ვინც ლილოში ვაჭრობს, ბევრი ფული აქვს შიშით. ხალხს იცი როგორ ეზდებოდნენ, სახლებში შედიოდნენ, ფულს იხდიდნენ, ეგრე გამოიყავდათ ხალხი, რომ ხმა მოგვეცი.
ალაზერ ირზაევის საცხოვრებელ სახლზე, როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული არის კამერები, სავარაუდოდ ამ კამერების ჩანაწერებით, რა თქმა უნდა დაინტერესდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც გითხარით, შემთხვევა მოხდა გუშინ გვიანღამით, არსებობს ვიდეო მტკიცებულება, რომელიც პირველებმა მოვიპოვეთ და ამ ვიდეო მტკიცებულებაში კარგად ჩანს, როგორ შემოდის უცხო პიროვნება ირზაევების საცხოვრებელ სახლში და მანქანას უკიდებს ცეცხლს. დღეს რა თქმა უნდა ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ამ კარს მიღმა ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს და რა თქმა უნდა მათ დავუსვით კითხვა ელმურაზ მამედოვთან დაკავშირებით, კრიმინალურ ავტორიტეტთან, რომელიც რამდენიმე წელია ხალხს არეკეტებს სოფელში. რა თქმა უნდა დავინტერესდით, რატომ არ ინტერესდებიან თუნდაც იმ ადამიანებით, რომლებიც კრიმინალური ავტორიტეტის მარჯვენა ხელები არიან სოფელში, თუმცა პასუხი ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან ვერ მივიღეთ. ადამიანები ფულს მითხოვენ სოფელში მცხოვრებლებისგან და შემდეგ მანქანას და სახლს უწვავენ, ეს ნორმალურია? თქვენ გაქვთ ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ? დატოვეთ ტერიტორია იქიდან გადაიქცა. გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანები ფულს ითხოვენ აქ მოქალაქეებისგან და რატომ არ აკავებთ ამ ადამიანებს? პრესს მიმართეთ. პრესს როგორ მივმართო ბატონო? აგერ თქვენი თანასოფლელები გვეუბნებიან, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და ძალიან ხშირად ხდება. მურაზ მამედოვს თუ იცნობთ? დამატებით ინფორმაცია. ელმურაზ მამედოვი არის ადამიანი, რომელიც ხალხისგან ითხოვს ფულს. რომელიც ხალხისგან ითხოვს ფულს. თქვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, დაინტერესდით ამ ადამიანისგან? რას ნიშნავს ფულის მოთხოვნა? რისთვის ითხოვს ეს ჭირდებათ ადამიანი? რამე, მიმართეთ ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესს. საგამოძიებო მოქმედებები გარდაბნის სოფელ მუღანლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ალაზერ ირზაევის საცხოვრებელ სახლში მოხდა შემთხვევა. გუშინ გვიანღამით უცნობი პიროვნება შევიდა მათთან სახლში და დაწვა მანქანა. როგორც გითხარით, აქ არის ვიდეოკამერები, რომლის ამოღებაც შეუძლიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და თავად ოჯახის წევრები მანქანის მეპატრონი ასახელებს კონკრეტულ პიროვნებას, კრიმინალურ ავტორიტეტს, რომლის დაკვეთითაც სავარაუდოდ მოხდა ეს შემთხვევა. რა თქმა უნდა, ახლა ჯერი არის შინაგან საქმეთა სამინისტროზე, თუმცა როგორც აქ შეკრებილი ადამიანები ამბობენ, სოფლის მაცხოვრებლები, ქართული ოცნება ხელს აფარებს ამ ადამიანს, რადგან ის არის კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც წინა საარჩევნოდ ქართულ ოცნებას ეხმარება ხმების მობილიზებაში. პირდაპირ ეთერში ანა მდივანი საუბრობდა. რეჟიმის მიერ ორგანიზებული თავდასხმა საქართველოს პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილს ოცნების ტიტუშკები აეროპორტში დაახვედრეს. ზონდერების სამიზნე მეხუთე პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ გახდა, როდესაც თბილისში მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნდა. ახლა მოვლენების ეპიცენტრი აეროპორტია, სადაც მეორე დღეა პრაქტიკულად ოლიგარქის მოძალადე პარტ-აქტივია მობილიზებული. რა ხდება ამ წუთებში აეროპორტში? ნანუკა ქაჯაია პირდაპირ ეთერში. დიახ, მარიამ, ჩვენ ახლა დანაშაულის ადგილას ვიმყოფებით. ახლა აქ საგამოძიებო მოქმედებები უნდა მიმდინარეობდეს მოწმეების გამოკითხვა, სათვალთვალო კამერების ამოღება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სათვალთვალო კამერა არის მიმდებარე პერიმეტრზე. ბუნებრივია დამონტაჟებული, თუმცა პოლიციელები ამ ტერიტორიაზე არ გამოჩენილან, როგორც აქ დასაქმებული ადამიანები გვეუბნებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე საათის წინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს დაესხნენ თავს, დაუშინეს სალომე ზურაბიშვილსაც კვერცხები, ისე როგორც გიორგი გახარიას გუშინ, თუმცა რეაგირებაზე არც დაცვის სამსახური გადასულა და არც საპატრულო პოლიცია. ფაქტი არის ის, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა, რადგან გუშინ ჯერ კიდევ, როდესაც გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ სამთავრობო მედიით გავრცელდა ინფორმაცია და კადრები, მათ შორის ქართული ოცნების პროპაგანდისტები წერდნენ, რომ აუცილებელი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილსაც ასე დახვედრო და ხალხი შემდეგ დაორგანიზდნენ სოციალურ ქსელში, იწერებოდა ღიად სტატუსები და ჩვენ ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მათ შეეძლოთ, რომ აღმოეპყრათ ეს თავდასხმა, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა ფაქტი არის ის, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილსაც სწორედ ისე გაუსწორდნენ ქართული ოცნების ტროლბოტები, როგორც ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას. ჯერჯერობით პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან განცხადება არ გავრცელებულა ამ თემასთან
დაკავშირებით ოდნავ მოგვიანებით ალბათ კვლავ სამთავრობო მედია გაავრცელებს კადრებს თუ როგორ მოხდა ანგარიშ სწორება საქართველოს მეხუთე